შვეიცარია ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც უფლება არ გაქვს იყო ღარიბი. აქ სიღარიბე კანონით არის ამოძირკული, რადგან სახელმწიფო უბრალოდ არ გაძლევს მაგის უფლებას. აქ თითქმის ყველა მილიონერია, რადგან სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ადამიანმა მინიმუმ 5-დან 7,000 ევრომდე მაინც გამოიმუშაოს. აქ ვერ ნახავთ ვერც ერთ მათხოვარს და უსახკაროს. რატომ? იმიტომ რომ ქუჩაში ცხოვრება აქ აკრძალულია. თუ ფული არ გაქვს, სახელმწიფო გეხმარება, მაგრამ თუ წესებს არ დაემორჩილები და მუშაობა არ გინდა, შვეიცარია შენთან დაუნდობელია. აქ დეპორტაცია წამებში ხდება. მათ არ ჭირდებათ ხალხი, ვინც ამ იდეალურ წესრიგს დაარღვევს. ეს ქვეყანა ნამდვილი ციხესიმაგრეა. იცოდით, რომ ყოველი მთის ქვეშ ბუნკერია დამალული. რამე რომ მოხდეს, შვეიცარიას შეუძლია მთელი თავისი მოსახლეობა მიწის ქვეშ დამალოს და იქ წლების განმავლობაში იცხოვრონ. მათ აქვთ წყლის, საჭმლის და ჰაერის მარაგი, რომელიც 10 წლეულებზეა გათვლილი. აქ ბუნება იმდენად სუფთაა, რომ ნებისმიერი ტბიდან შეგიძლიათ წყალი პირდაპირ დალიოთ. აქ არ არსებობს დაბინძურება, რადგან გარემოს დაცვა აქ რელიგიასავითაა. და ყველაზე მთავარი, აქ ხალხის გარეშე არაფერი ხდება. გინდათ პურზე ფასი შეიცვალოს ან ახალი შუქნიშანი დაიდგას. ხალხის თანხმობის გარეშე მთავრობა ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. ყველაფერს რეფერენდუმი წყვეტს. ეს არის ადგილი, სადაც საათები წამიერი სიზუსტით მუშაობს, მატარებლები არასდროს აგვიანებენ და ხარისხი ყველაფერზე მაღლა დგას. შვეიცარიამ დაამტკიცა, როცა კანონი რკინისაა და ხალხი ერთმანეთს პატივს სცემს, დედამიწაზე სამოთხის აშენება შესაძლებელია. დაწერეთ კომენტარში პირადი გამოცდილება შვეიცარიაზე. თუ გსურთ მეტი საინტერესო ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, AVORE Info.